გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, არსებობს სასიამოვნო ინფორმაციაც. ეხ პეტრე ცისკარიშვილი გამოსულა და თვითმმართველობის არჩევნებზე უთქვამს, რომ ასეთ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებსო. აქ საკვანძო სიტყვა ასეთი არჩევნები რას ნიშნავს? ანუ იმთავითვე წაგებისთვის განწირული? ალბათ ასეა. ცისკარის შვილმა იცის, რომ ისევ წააგებენ და წაგებულ არჩევნებში აღარ უნდა მონაწილეობის მიღება? მოკლედ ასეა თუ ისე არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. ჯერ არ დავიჯერე, იმიტომ რომ არ ვარ პეტრე ცისკარიშვილისგან სასიხარულო ამბების გაგონებას ჩვეული, მაგრამ როდესაც დიდი გუბაზის ნაშიერმა, ჯერჯერობით ნახევრად დიდმა, მაგრამ მამიკოსავი დინჯმა და სერიოზულმა ლევან სანიკიძემ იგივე ინფორმაცია მოგვაწოდა, უკვე გამიხარდა. ახლა ველოდები თინა ბოკუჩავამ, პარტიის თავმჯდომარემ, გედივით ყელმოღერებულმა გოგომ, რომ დაგვიდასტუროს ეს სასიხარულო ამბავი და მერე ვიქეიფოთ. აი რა შეიძლება ამაზე კარგი იყოს, თუ კი შემოდგომაზე ნაცები არ მიიღებენ თვით მმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. იმედია ისინი თავის სიტყვას არ გატეხენ, არა, როდის იყო ნაცები სიტყვას ტეხდნენ. თქვენს არ შევალთ პარლამენტში და არ შევიდნენ. თქვენს რომ რუსეთი დაიშლებაო და შლიან რუსეთს. თქვენს რომ კამალა ჰარისიაო და ნამდვილად ასეა. მეგობრებო, გონი საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს. დიახ, საქმე, რომლის მთავარი მიზანია ნაცმოძრაობა პოლიტიკური ჰორიზონტიდან საბოლოოდ ჩამოაშოროს. თანაც ჩამოაშოროს არაძალადობრივი გზით, რათა მერე უცხოელმა დამკვირვებელმა და ჩვენმა დაძინებულმა მტრებმა თმა არ დაიპუტონ და ანტიდემოკრატიულობაში ბრალი არ დაგდონ. თუ ვინმეს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს მისი საკონსტიტუციო უფლებაა. ძალით არავის მივაღებინებთ მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას აქვს უფლება არჩევნებში არ მონაწილეობისა. ხარიტო ჩემო, რა კარგია, როცა წარმოვიდგენ ამ სიფათებს, უკაცრავად ჩემი ფრანგულისთვის, მომავალ არჩევნებზე რომ არ ვნახავ. ისმის კითხვა და რით დაკავდება ნაციონალური მოძრაობა და ამ კითხვაზე მაქვს ერთადერთი პასუხი: კისერი უტეხიათ, კინჩხი მიუყოლებიათ. უნდ მოგშორდნენ და უნდათ ევერესტზე ასულან ჟანგბადის ბალონის გარეშე, უნდათ მარიანის ღრმულში დაეშვან უბატისკაფოთ და უნდა მთვარეზე გაფრენილან one way ticket-ით. დიახ, one way ticket to the moon. და რაც უფრო ნაკლები ნაცი დარჩება ქვეყანაში, მით უფრო მეტი ჟანგბადი გვექნება სუნთქვისთვის. ახლა კი სერიოზულად, თქვენ გჯერათ, რომ ნაცები უარს იტყვიან ქვეყანას, რომ კიდევ რამე დაუშავონ? რას ამბობთ? ეს ხომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. ისინი იმისთვის არსებობენ, რომ გვავნონ. აბა სხვამათ არაფერი ეხერხებათ. როგორც კი მოშემოდგოვდება, ნაცები რამ მიზეს მოიფიქრებენ და აქტიურად ჩაემებიან საარჩევნო კამპანიაში. რას მოიმიზეზებენ? რას და იტყვიან, აბა თვით მმართველობას რუსებს ხომ არ გადავცემთ? სამწუხაროდ ასე იქნება და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ შემოდგომამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელია და იქნებ რამე მოუვიდეთ. ახლა მე 1,200,000 ადამიანის ქართული ოცნება გავაჟღერე. დიახ, იქნებ რამე მოუვიდეთ, იქნებ მართლა გაქრნენ პოლიტიკიდან, მაგრამ სად გაქრებიან? მათ ხომ, როგორც უკვე თქვი, სხვა არაფერი იციან. ნაცები კარგი არ მიიღებენ მონაწილეობას და რა ხდება მათი მეგობრების ფრონტზე? მათი გამონაყოფები როგორ არიან? აი, ერთ-ერთი სატელიტი პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი პარტიად ჩამოყალიბდა. წავიკითხე ინფორმაცია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. ძალიან სერიოზული საქმეები კეთდება, მეგობრებო. პარტიის გენერალურ მდივანს ალბათ მანქანაც მოემსახურება. დილით შინიდან რო გამოვა სადარბაზოსთან შავი ვოლგა დახვდება, მძღოლი გადმოვა, კარს გაუღებს, დაელოდება გენმდივანი ფეხებს რომ
შეალაგებს და მერე ფრთხილად დახურავს კარს. შემდგომ ძღოლი თავის ადგილზე დაჯდება და კითხავს: მიხაილოვიჩ, საით მივდივართ? ვივამეთში ეტყვის უკვე დილიდანვე დაღლილი მიხაილოვიჩი და გაზეთს გადაშლის. და ყველაფერი მოხდება როგორც ევროპაში და ფილადელფიის საუკეთესო სახლებში. დიდხანს ვიხსენებდი, რომელია პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი მეთქე. მერე გამახსენდა, აი ხაზარაძეს რომ მიეკედლა მეოთხე კაცად. ხაზარაძე ანანდოლიძე ელისაშვილი და ის მეოთხე რომ იყო, ვერ და ვერ დავიმახსოვრე ვერც მისი გვარსახელი და ვერც გარეგნობა. ხო და ის მეოთხეა თავისუფლების მოედანი. იყო მოძრაობა და გადაიქცა პარტიად. იმედი მაქვს, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და გაიმარჯვებს. ამ მილენიუმში თუ არა, შემდეგში მაინც. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.